დასარეცხი რამე თუ გაქვს მომეცი და ბარემ ერთად შევხრი მანქანაში. ოთახშია საწოლთან სკამზე გადავკიდე გუშინღამე, მარიკა. ესენი იქიდან გამოვიდნენ და სკამზე არაფერი იყო. გამორიცხულია, მარიკა, ზუსტად მახსოვს გუშინ გადავკიდე დილას, მარიკა, რო ადგება გარეცხავს თქო. მიდი ნახე, მიდი. არა, ესეც მე უნდა გავასწორო ყოველთვის რა შეიძლება. არა და ზუსტად მახსოვს რა. სანამ დავწებოდი გადავკიდე დილას, მარიკა გარეცხავს თქო. დავწექი, დავიძინე, გავიღვიძე ეკიდა. მე ესე იგი გამოვედი ოთახიდან, ეკიდა, მე შევედი აბაზანდაში შხაპი მივიღე, გამოვედი, ეკიდა, მე ტანსაცმელი ჩავიცვი. მარიგუნა ეს ყოფილი. როდენდე უნდა გძიოთ ასე ქუჩში მე არ ვიცი. მაინც გამიხია რა. ირა, მარკამ გამიკეროს არ შემჩნევა, ჰა? რა მოგივიდა დათო? შარია რა, დედალი ძაღლის გასინება. ძulis მომაშორე ის უცხო ძაღლები იმას. დამძალით, ბანდადავით. რა მინდო და მეკითხა, რა ხდება იქ ზემოთ ქუსტმაზე? გვაქვს სერიოზული სპორტული წარმატებები? 3 წრ. რა? არ გამოვიდა? მაშინ 3 კილომეტრი. ირა. ერთი მეც უნდა წამოვიდე რა. აუ, თან მაგარი იქნება. ირა, ჩემი მანქანით ავთ, ბიორში ჩამოვა. მართლა კაი იდეა, შენი მანქანით წავალ, თქო, მე გზაზე რო რესტორანია იქ დამტოვე. შენ სანამ მივარჯიშებ, მე იქ დაგელოდები და რო წამოხვალ, გამოგვიარე და ერთად წავოვიდეთ სახში, თან რამ წვადი აქვს იქ, ჰა? იქ ყველაფერი კარგია ძალიან, მაგრამ ერთი რა არის, იცი, იმ სტაიაში ვერ გავუგე ვერაფერი რა. ხოჭორდები მანქანაში. მეხმარება გამოყვანაში რა. გასაგებია ხო? მე მოდის ფანჯარასთან და მიღიმის. მეც უღიმი ვარ. მე რომ მოდიორ გავიხედავ სარკეში და მაგინებს. რა? დასაკეთებ ბარე რა? ცდილობ სახლი დავალაგო და თო, ეხლა ადექი და ესენი შენ ოთახში შეიტანე. კი ბატონო. კი ბატონო, აჰა. ირაკლი, მომხედე ირაკლი. დიახ. აი ამ ცარიელ გუდის ბოთლებს, რატომ ინახავ? დედა შენს უგროვებთ კაბლისთვის. დედა ჩემი ტყემას რომ არ აკეთებს. ხო და ვაგროვებ, იქნებ გააკეთოს. მარიკა. ერთი წამი. რა ხდება ბატონო დავით? ქვეყნის დასასრული ახლოვდება და შენი ხელით ვიბრუნებ ტანსაცმელს? არა ირაკლი, მარიკას უგროვებ გასხარეცხებს. მომეცი. ახლა შედი უკან შენ ოთახში და ოთახს მიხედე. სახლი რომ უნდა დაალაგო, შენ არ იცი, ხო? მარიკა, საიდან ეცოდინება? სახლი მაგას არ ქონია და ბუზოდება. არგი რა, ირაკლი რა, სულ ასე უნდა იხუმრო ყველაფერზე. არა, შეხედეთ, სახლი დაგრეშია. ყველაფერი მიხრით მოყრილია და საშინელი უწესრიგობაა. მე არ მესმის. ბავშვი ასეთ სახლში როგორ უნდა გაიზარდოს? მუსე. რა? ბავშვი? როდის ველოდები რა? რა მარიკა? უი, თქვენ რა ხართ რა? აი თქვენ რა ხართ ვიცამგიჩნოთ რა? არა რა, ბავშვი, ეს მე ისე ვთქვი სიტყვის მასალად. ირა, ისე მაგარი იდეა რა? ჰა? ირა, ისე მაგარი იდეა. შენ სად იცხოვრებ მე? ისა
მართლა მაგარი იდეა, ხო იცი? ეს მაგიდა ასე მე დამიტოვეთ? აალაგეთ, ხო ხედავთ მე არ ვცალია. მარიკა, მე რატო ავალაგო? დათობრა არის აუზმა? მე არ ვიცი, ყველამ თქვენი რაღაცები მიალაგეთ. მარიკა, ჩემი იყო ჩაი, კარაქიანი პური და დამცხორი. მე ეს ყველაფერი შევჭამ. მაგრამ მე არ ვიცი რა, ამდენ რამეს მე მარტო ასე ვეღარ უმკლავდები. მე ვიცი ვინ დაგეხმარება. დედა შენი, შალონა. ხო, რა იყო? მოვიდეს ყოველ დღე მარიკუნას 3-დან 4-მდე, როცა მე სახლში არ ვარ. არც მე. და დაალაგოს. ირაკლი, მე სერიოზულად გეუბნები. ხო, კარგი, მარიკა, ყველაფერზე ნუბრაზობ ხოლმე, რა მოგივიდა. დავიქირავოთ ვინმე ხალი, ვინც მოვა და ყოველ დღე დაალაგებს. რა პრობლემაა? რა? მე ფული უნდა გადავხადოთ? ხო, რა იყო? დაუცლებელია ხალი რომ იყოს? რა, მოიცა, რამდენი უნდა გადავხადოთ? რა ვიცი მე, რა ძღირს, მარიკა ალბათ 30-40 ლარი, ხო? 40 ლარი? ხო. მოიყვანეთ ვინც გინდა. დათო, მოდი დაბრუნდი. ჩამოდი აქ დადექი. ეხლა ყურადღებით მომისმინეთ ორივემ. მე ეხლა გასასვლელი ვარ და ჩემ მოსვლამდე აი ეს პრობლემა თქვენ უჩემოთ როგორმე მოაგვარეთ. გასაგებია? ახი მარიკა, ამ რამიც, მე მირეკავე. ვეღარ გაიზარდა რა ეს. ალო. ხო, იუზაბიძია. ხო, როგორ ხარ? რა ვიცი, მეც კარგად. ხო, მკვიდრდები ბიზნესში. ხო, კიკი სახლშია. ხო, დაოძახებ, მოიცადე. აიხო თამა რა არის გამიჩნდა კომშურობა რაღაცა ეს სარკესთან ნახე რა ჩიშველი იცექვა რა მე მეძახია მიდი ალო გამარჯობა თიუზაბიძია როგორ ბრძანდებით რა ვიცი მეც მადლობს კარგად კი გისმენთ რა არა იუზაბიძია რა კალების ნომრები კარგი კეთება კი ახლა კეთება რა არის სად გააგდე პირსახოცი რა მაინე რა ვიცი თამრი უცებ გავითიშე და ისე მივაგდე გაფინე რა ვერ გავიგე მე თქვენი მოსამსახურე კი არ ვარ ვეღარ ვასწრებ რა ამდენს რა აღარ შემიძლია კარგი რა თამრი შენ ცხოვრი ხოლმე რაღაცებს რა მარტო მე ხო არ ვია რა გენეცვალე მე ვმუშაობ აბა რა გეგონა რო თხოვდებოდი გათხოვდი და დაალაგე როგორ გგონია მე რატო არ თხოვდები ესეც თაფლი და ფუნთუშები ეს რა არის კეთება ჩემი ლაშიკო საუზმეა იმედი ახლა გუშინდელივით აულაგებელს არ დამიტოვებ რა კარგი თამრი რა მოხდა ეხლა რომ ერთი-ორჯერ მაგი და აალაგო რა მოგივა რა არის ისე კეთებან რო ვფიქრდები არ ვამტყუნებ იმ ქალბატონს რა სახლდა რო გამოგიშვა ჯერ ეს ერთი კი არ გამომიშვა მე თვითონ წამოვედი და რა მოხდა ეხლა ერთი-ორჯერ ვინმე რო აალაგოს მაგი და რა მოხდება ვინმე ვინ მაგალითად თიკამ რას მიკეთებს მაინც არ მუშაობს და ჩვენიერი მშრომელი გოგოა და ხელგარჯილია რა გატეხე რა არის ჩვენი რო არ გაგეტეხა ჩხეიძეები ცოტა აწყვია მან კარგი რა თამა კარგი ვიყიდი ახალს ხო რა მოხდა მე სად დააგდე პირსახოცი კარგი რა გაწიკვინებს რა თამა დამაცადე რა აი დრო მატარებინე რა ტრისტან გენაცვალე და იზოლდა ეხლა მე მივდივარ და როგორც გინდათ და რანაირადაც გინდათ სახლს დამახვედრებთ დაალაგებულს თორემ ის ქალბატონი ვინ
მაცადე. მონაგონი იქნება ეცოდე ქეთევან. ლაშიკო, კარაქიანი პური გინდა. ქეთევან, მე შევწდი. ამას გათხოვება საბუშველის რა. გამომართი. დათო, კარგი რა დამეხმარე რა. დამეხმარე დავიღალე რა. მართალია მარიკა რას გავს სახლი ხო ხედავა რა. 6. აი ხანდახან ირაკლი მაოცებ რა ამხელა პროფესორი კაცი რა. ხო ხედავ რომ ვარჯიშობ ანა? ჯესერ შენი საქმეა შეთულო დაალაგო. დათო, მარიკა რომ მოვა საღამოს და ეს სახლი ისევ ასეთი არეული დახვდება, გაგიჟდება და შეიძლება გავყაროს სახლიდან. რა ვიცი ამ ოჯახს უფროში წემგონი ხარ და. რას გეტყვი იცი? იცი რას გეტყვი? მოდი ყველამ ჩვენი ნივთები დავალაგოთ და ეგ არის რა. კი ბატონო, კი ბატონო. არ არის პრობლემა, კი ბატონო, სადაც ჩემი აი ჩემი მობილური. მე მორჩი. დათო, მორჩი ცანცარს რა. მორჩი ცანცარს რა დათო, რა მოგივიდა შენი ოთახი მაინც მიალაგე, შენი ოთახი, შენი ნახე რა ხდება, მიყრილ მოყრილია ყველაფერი. სხვათა შორის იმ ოთახში შენი ნივთებია მიყრილ მოყრილი. მიდი და მიალაგე. ვა, რა ზარმაცი კაცი ხარ დათო რა, რა ზარმაცი ხარ რა. მე ვარ ზარმაცი რა. ნახე რა ტალი მივეცი. მოგივიდა. ხო შენ ვარჯიშობ აქ? ეს ხო შენი სავარჯიშო ადგილია? კი. ხო და შენ უნდა დაალაგე. მოიცადე. მოცლარიანი. ეხებოვე? რო გვიდი მაშინ. ხო, აი ხა რო გვიდი ვიპოვე. აქ? აი აქ ვიპოვე რო გვიდი 20 ლარიანი. 20 ლარიანი ხო? დიახ. არა, ეს სიზარმაცეთ ამღუპავს რა. მიდი, კალები მაინც გააგე კაცი. მიდი. შემოდი სანდრო. ვა, სანდრო რა კარგია რომ მოხვედი რა. დავიღალე შენ მაინც დამეხმარე დალაგებაში ძალიან გთხოვ რა. მე ბევრი ვიფიქრე. ბევრი ვიფიქრა. მაინც რამდენი? ასე 200. ვაიმე გამატარე ერთი შენი ჭირიმე რა. არ ნერვიულოი რა. ეს არის ჩემი დღეს. დაბდადით ბატონო სანდრო. სანდრო. რა მოიფიქრე? რა მოვიფიქრე დათო და ეს რეკორდები ჩემი საქმე არ არის. რა სანდრო? კარგი რა სანდრო რა. ამხელა საქმე წამოგიწევს, სადაც ბოლოში უნდა გახვიდეთ. ეხანებებ და სანდრო, ა? სანდრო. მიმოიხედე ირგვლივ. ყველგან რეკორდებია ჩასაბრებული. ფრთხილად იყავი. ფრთხილად. ეხა დაუკვირდი. ეს სახე არის დასალაგებელი. ოჩახ დათო. სანდრო, შენ თუ ეხლა აი ამ სახლს 27 წუთში დაალაგებ. რეკორდია რა. აი, სანდრო. ფიქრობს. დიდხანს უნდა იყო ეგრე. აი? დიდხანს უნდა იყო. ეგ მაგარია რა. სხვის სახლში დიდხანს ვიქნები ესე და რეკორდი ჩემია. არა, ეგ გამორიცხულია. ეგ რეკორდი ისეა დამყარებული რომ მაგის მოხსნა წარმოუდგენელია. მიდი კარი გააგე. მიდი. რა ზარამაცი ხარ აი. მიდი. არა ბიბერი კარგია რა. რა შვებით?
არ ვიცი რა ლაშარა საოთახ მალაგებ და გავწყდი წელში ამას უყურე ერთი თქვენთანაც არეულობაა ჩემთანაც იგივე პრობლემაა გუდი იგივე პრობლემაა წამოდი მიდი სამე მუჩო no გამომართვი დავზენდ არა ასე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ რა აზრი არ აქვს ასე დალაგებას რა აზრი არ აქვს რას აკეთებ სანდრო? რა ვიცი, აზრი არ აქვსო რა. არის ეს რა, მე რა მოთხლეშილი ოთახია რა. ეს როგორი ნესტის სუნი დგას, ხო დავავადდა ხო ვიცი რა. არა, ხედი მართლაც რომ ლამაზია. შავაგორო ბიზნესი. დავიკვირდები რაიმე. რა დრო იყო ჯიხაიშის ტექნიკუმში რომ სწავლობდი. მას აქ ჩამოვკიდებ. გამარჯობა. ახლა გადმოხვედით? გამარჯობა გენცველი. გამარჯობა. მე გვერდის ოთახში ვარ. გამომცხადებელი ვარ ბინგოსი. მაგდა მქვია. სასიამოვნოა თამარი. აქ უძრავი ქონების სააგენტო პრებედინა. ძალიან კარგი. იცი? ბოლოს ამ ოთახში ავტოაუქციონი იყო. მანამდე რუსეთის ვიზები და კიდევ მანამდე მეგაკომი. მოკლედ, აქ ვერავინ გაიხარა რა. იცი? აქ ისეთი ხალხია. შენი წარმატება არავის უხარია. ისმინე. თუ რამე დაგჭირდება მე მითხარი. მომენდე რა. თუ რამე დამჭირდება? ესე იგი კალკულატორი, ყავის მადუღარა, პატარა სარკე, პრინტერის ფურცლები და რა მითხარი სათმუშაობო? ბინგოს გამომცხადებელი ვარ. აჰა, და 10 წელი კალმისტარი მეყოფა. ხო, კარგი. ხო. ნახავ. ხო, გაგეცილი. თუ მექნება შემოგიტანს. კარგი. მე რა დღეში იყო რა. ამ ოთახში ვერავინ გაიხარა. გაგიხმეს ენა. ჭორიკანა. დაურეკო ხა ჩემ ქეთევანს მოვუყვე. ალო, ვაიმე გინეცვალე აუცილებელ საქმეზე ვრეკავდა, გათიშეთ რა ტელეფონი? მე თქვენი გოგონი არა ვარ. მე ახლა ეს ჩერტ. ბატონო, თუ შეიძლება გათიშეთ რა ტელეფონი? მე ქეთევან რა მაგნისი. კაც რავად? გამარჯობათ. კრეტე დინა აქ არის? დინა, მოგძანდით, დაბძანდით. ვაიმე, იცით რა, ხა ძალიან რაღაც ისეთი არეულები ვართ, ხა შემოვედით ამ სივრცეში. არა, ოფისი დიდი ხანია არსებობს, კლიენტებს ვემსახურები, ძალიან ისეთი ხარისხენი რა გქვია. ერეკლე. აჰა. ჩემ მეზობელსაც ირაკლი ქვია, ერთად დალებთ ხოლმე. ბატონო? არაფერი, ასაკი მითხარით, ანკეტისთვის მჭირდება. 39 წლის. ცემენტის ქარხნის მთავარი ინჟინერი ვარ. სასიამოვნოა, ვაიმე, ერეკლე რა უნდა გითხრა? ერთხელ 31 ქარხნის დირექტორის მოადგილე მეძლეოდა. ხომ
შეძლეოდა. არ გავყევი. არა, ეხა კატეგორიის ქალი, ეგ ფულს დავხამდე და რაღაცა ქონება. მე ბინას ვეძებ. ვიცი, როგორ არ ვიცი. ყავას ხომ ერთმევთ. კი ბატონო, ყავა შეიძლება. აჰა. ჯიხაიშის ტექნიკური სასწავლებელი. შენი უფროსის ყავა ეხლა ეგეთ ყავდეს დიდი ვინმე. რაღაცა ხდირილი იყო იქით. მოწევა თუ შეიძლება ხა? კი, როგორ არა. აი. ბინას ვეძებ. წანისისკენ მინდა რა. მთავარია გარაჟი იყოს და წყალი იყოს გრაფიკის გარეშე თუ შეიძლება. და კიდევ ერთი სუპერმარკეტი თუ იქნება, სადმე ახლო-მახლო ძალიან კაი იქნება. ერეკლე, წერილი გინდა თუ სიხარული? რა ვიცი, სიხარული ალბათ. ყველანაირად ვეცდები. რომელ თვალზე? ასე არაფერი გამოვა რა, ჩვენ ამ სახს ვერ დავალაგებთ, რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, ვიღაც მოვიყვანოთ, ფული მივცეთ, დავიქირავთ, არ ვიცი. მართალი ხარი რა? მოიცეთ. აი ეს გავუკეთოთ. გაცხადება, გამოვაქვეყნოთ. მეხმარეთ გაცხადება. ხორგია. ესე იგი დავიწყოთ ასე. რომ ჩვენ ODM რა უდუმ? ოთახის დალაგების მიზნით. ეგ რა მაგარია? ნახე. მე ვიცი. ჯერ ODM. მერე G. გვესაჭიროება. ხო. S I M P A T I U R I D K. დამოუკიდებელი ქალი. ოჩახ სანდრო. ეგრე გადავწერ ზუსტად. ირამ 20-დან 25 წლამდე, ჰა? ნუ რატო ახლა 30-დან 35-მდე შეიძლება არა ბადოლაშა? შაუბრემანი? მაშინ ქერა. სიმაღლე 1.75 m, 1.80 m. ხო, მაღალიც უნდა იყოს, რომ აი კარადას რომ მიწვდეს, რომ გადმოწმინდოს. სკვალო, თამდენი ხარ. პირდაპირ ჩაწერო, არ შეიძლება გვესაჭიროება. ქალი 20-დან 25 წლამდე. მე პოვნელი დასაჩუქდება. რა ვიცი, მე ეგეთი განცხადება ნანახი მაქვს, ეგრე თავდებოდა და ხო. მაგასაც. მოიცადე, ეხლა ჩვენ ისიც უნდა დავწეროთ, როგორი არ უნდა იყოს. მართალი ხარ, სუდანში არ უნდა იყოს ნაპყოფი. ყველა ქალზე არ უნდა ეჭვიანობდეს. დიახ, არ უნდა ყავდეს და. და უნდა იყოს ქალი. არა. ასე არაფერი გამოვა რა. ჩვენ კი ვწერთ ამ განცხადებას, მაგრამ როდესაც ჩვენ ამას მივიტანთ, მე როდის წაიკითხავენ, როდის გამოგვეხმაურებიან, არაფერი გამოვა ასე. დათო, აი აქ არის სააგენტოები, გამომართვი, ნახე, მთელი ჩამონათვალია, პირდაპირ დარეკე სააგენტოში, გამომართვი ტელეფონი. გამომართვი ტელეფონი, დარეკე, შენზე კარგად ვერავინ ვერ აუხსნის, როგორ უნდა მივიდნენ სხვის სახლში. და კისანდრო. ლაშა. აჰო. ალო. დამლაგებლის შეკვეთა გვინდა. მე რა იყოს მოდელი? რა რამდენი? ესე იგი 2 ამათი 1 ჩემი, სულ 3 ოთახია, დიახ. გამოუშვით თუ ვინმე სულს გამოთქვამს, აუცილებლად გამოუშვით. აჰა. ოღონდ წინასწარ დარეკონ და იკითხონ დათო. ეს ან მე
საღამო საათებში ირაკლი. მარიკა არავითარ შემთხვევაში. კარგი. გასაგები. თქვენ ფორთოხლის წვენი ხო? მე ხავ. მეოთხე მაგიდასთან ფორთოხლის წვენი უნდათ. რომელ მეოთხე მაგიდასთან? იმასთან. ეგ მეორე მაგიდა ათიკა. მართლა? მაგითა მითხალობიანი რომ მიუტანე. ესეთი ჟელოს დამცხვარი ჯერ არ მიჭამია. არა უშავს მაინც შეჭამა. კარგი, წამოდი ახლა სამზარეულოში და განახებ სად არის ფორთოხი. კარგი, წამოდი. არა, აღარ შემიძლია რა. მთელი სახლი ყირაზეა. ესე იგი ამ კაცებს სულ კუთხში უნდა სდიო. კარგი რა მარიკა, ჩემი ლაშიკოც ეგრეა. ყველაფერი მიყრილ მოყრილი აქვს. გადამირია თამარი. მაგრამ ჩემ ქმარს რას ვერჩი გოგოებო, დედამისმა არ ასწავლა და ამხელა ქალი ხარ. ბავშვს არ უნდა ასწავლო სახლი რო დაალაგოს. ჩიკა, აი, შენ რატომ მიგაქცვენი? გოგოებო ხართ. მე ჩემი ნათესავია. ხოდა ესეთი ამბავია ჩემო კობა. უი, გოგოებო, გაიცანეთ ეს კობა. კობა, ეს მარიკა, ანანა და თეთევანი, ჩემი მეგობრები. გამარჯობა, თორნიკე. კობა, როგორ ხუმრობ? მოკლედ დაგირეკავ ხო? საღამოს. 15 ლარია თქვენზე. რა გაგაგოება? რა ვიცი თიკა რა, დათომ და ირაკლიმ ნერვები მომიშალეს. მე აღარ შემიძლია მთელი დღე სახლის ლაგება. მოკლედ ლაშიკოსთან რო ვიყავი, ყველაფრის გაკეთება მე მიწევდა რა. ეს ჩემი დედამთილი წამომიჯდებოდა, არაფერს არ აკეთებდა გენაცვალე. ის წაიღე, ეს წამოიღე, ის მოიტანე, ის გაიტანე. ვერ გავიგე მე რა მაგის ოფიციანტი ვიყავი. ოფიციანტი რა, ცუდია? გოგო, შევყვეცოთ რა და მე სალომე. სადადის ეს სალომე? მე დავუძახებ სალომეს ვერ გაიგებს. ახლა ქეთევან და შენი დედამთილი საერთოდ არაფერს არ აკეთებდა? რაღაცას კი აკეთებდა, ხა რა ვიცი ხო, მაგრამ ნუ ყველაფრის გაკეთება მე მიწევდა ჩემო მარიკა. ერთხელ გოგოებო, ახალი რძალი ვარ, ხო და? ვალაგებ გოგოებო, კარადის ზალაგება რო დავამთავრე, გადავედი ხა მტვერს წმინდა. მოვიხედე რას ხედავ, ქალბატონს ჩემი დალაგებული არ მოეწონა, გადმოუყრია თავიდან ალაგებს. რა უნდა გამეკეთებინა? ვაიმე. აი ეს მეჭირა ხელში, ხო იცით, აი მტვერს რო წმინდა, ფუშფუშა, რო გავუქანე. აბა. მე გოგოებო, იაპონიაში გამოგონიათ რობოტი თვითონ ალაგებს სახლს. ვაიმე, რას ლაპარაკობ, ეხლა რობოტმა რო სახლში იბოდიალოს, თამარი ხო გადამერევა. ისევ ჯობია კაცებმა დაალაგო. მოვიყვანე სალომე. სალომე, ამბარს მარტო შენ ალაგებ ხოლმე? ხო, რა ვიცი, საღამოობით რო ვჭები, ვალაგებ ხოლმე. მართლა. აი ბედნიერი ის ოჯახი, ვისთანაც შენ შეხვალ. თუ შევედი კი. რატომ აკითხები? არა, ისე. დღეს მე და მარიკას ჩვენს ქმრებთან დალაგების თემაზე ომი გქონდა. თემან დალაგება რა კაცის საქმეა, უნდა დაალაგოს ქალმა. კაცმა უნდა იფიქროს, აი მაგალითად რეკორდებზე. რა მოგიტანოთ? მე ჩაის დავლებ. ჩაი. ქეთევან. წყალი. ატმის წვენი. ატმის წვენი აღარ გაქვთ. ატმის წვენი აღარ გაქვთ. რა მე წვენი? მეც არაფერი არ მინდა, დიეტაზე ვარ დღეს. კარგი. გოგოებო, ეს კაცები ყველანი არიან ერთნაირები. თავიდან წესი არ იქცევიან. მე უცებ დაინახო ვიღაცასთანაც სადღაც ზის. გეუბნება თანამშრომელიო. შენ ეუბნება. დავიღალე თანანო, გავიგე, თანამშრომელი. ჩემი დედამთილი რა, ალიკვალი. უკაცრავად. ანგარიში თუ შეიძლება. ჩიკა, შენ აქ დაიწყო მუშაობა. რასასულელია, ნანო, რა აქ დავიწყე მუშაობა? არა. ინებეთ. დიდი მადლობა, კარგად ჩამგრებულეთ.
მეგობრებო, სალამე მთხოვა ცოტა მომეხმარაო და უსაქმურად ყოფნას ხომ მირჩემია და დავიწყე აქ მუშაობა. მაგარია. კიკა, კარგია. კარგია. აბარა სახლში უსაქმოდ ჩდომა აუტანელია. არა მე ხო ვიცია რა. არა ისე მე რატო ვერ მოვიფიქრე? ხო, რა ვიცი, უსაქმურად ყოფნა არ შემიძლია. აუცილებლად რაღაც უნდა ვაკეთო და მაგარია. და ჩემი სახლი რო დაალაგო. იცით აი ეს უბანი და ეს ფასი არ მაწყობს რაღაც ესეთი ვარიანტია და ხო და ერეკლე რას გეუბნებოდი ხა ვინმე მეუფროსოს არ შემიძლია რა და იმიტომაც წამოვედი ბანკიდან ეხა დავიწყებ ჩემ ბიზნესს რამენერად დავფუნძდებ იცი რა ნულიდან დაიწყო აბრამოვიჩმაც მაგრამ ბარსელონას მეპატრონეა ჩელსი ალბათ ეხა რა რომ მოინდომოს ბარსელონასი ვერ გახდება კი ალბათ გახდება აი იცით აი ეს ვარიანტი მე მგონი რაღაც ნორმალურია და რა ფასი არის კვადრატული ამ უბანში კვადრატული 1100 ერეკლე 1100 მე მგონი ნორმალურია რა ხარ ой მარანა მოხვედი რატო დააგვიანე რა ვიცი სიმართლე არ მეყოფა ეხლა აქამა დაიწყეს სადიპოვი ხოლმე ასეთ ადგილებს დერეფანში სიგნალია ლიფტი არ მუშაობს ხელების ცეცები ძლივს ამოვედი არცეთი პრეტენზიული მეუღლე არ ვიქნები აი ნახე ეს ვარიანტია რა ესეთი კარგი უბანიც არის და ნორმალური ფასია რა შემოდი აი ეს თამარია გამარჯობა გენაცვალე ერთი წუთი თამარ რას ამბობდით აი ამ უბანში რა ფასია 1100-ია რა 1300 გაძვირდა გენაცვალე 5 წუთში ესე როგორ გაძვირდა აი ესე გაძვირდა და საერთოდ ვიკეტებით ახლა ჩვენ მუშაობას წყვეტ ვიკეტები ეხლა ხო აი ეხლა 4-ის ნახევარზე ვერ გავიგე ვერ გაიგე ნუ გაიგე რა ვქნა ეხლა მე კარგი მაშინ წავიდეთ მამა ალბათ ძანდებოდეს ერეკლე 1100 ვაიმე მომიყევი რა ვამბობ მა ნუ ამხადე თავი რა წიდა მართვალებს გასაგებია ყველაფერი გასაგებია რა სიტყვით კოლეგებო დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენ სხვა კანდიდატებიც უნდა ვნახოთ შემდეგ ამას ყველაფერს შევათანხმებთ ჩვენ დირექტორატთან მარიკასთან თამართან ქეთევანთან და ასე შემდეგ არაბადნოლაშა და თუ კი ისინი დაგვთანხმდებიან შევთანხმდებით და შეგარჩევენ აუცილებლად დაგირეკავთ არა მხატვარ რომ დაურეკავთ დიდი მადლობა კარგად მზადდებოდეთ დიდი მადლობა ნახვამდის გენცვალე მე არ მომეწონა. ეს ისეთი გამხდარი იყო ორ სახს ვერ დაალაგება. სიმართლე გითხრათ, არც მე მომეწონა. თან ხო ნახეთ, გამოცდილება არ ქონია ამ საქმეში. მეც არ მომეწონა ირაკლი. ისეთი იერი ქონდა თავისუფლად მოიპარავდა აქედან რაღაცას. არც მე მომეწონა, პატარა მკერდი ქონდა. სანდრო ჩვენ ვარჩევთ სახლის დამლაგებელს და შეგიძლია რომ ამ თვალით შეხედო? სანდრო მიდი. შემდეგი! შეიძლება. რატანი მიცა? რა მისცა? არაფერი, გადაცვალე ეს ფორმა, ასეთი კასტინგის ფორმა. დამძაით.
აგი რა ირაკლი რა დაბრძანდი იდგეს რა. ირა. ჩემზე დაებაძრე რა. სახელი გვარი. ხათუნა მარშანია. ხათუნა მარშანია. ჩაიწერე და თუ. ლაშა ჩაიწერე. განათლება. დაწყებითები მაქვს დამთავრებული. სად? თბილისში. მე ლონდონში ვსაუბრობ. აი სანდრო. უკაცრავად გამოცდილება თუ გაქვთ ამ საქმეში? დიახ, როგორ არა. მე მარტო ცხოვრობ 6 ოთახიან ბინაში და სახსოვმე ვალაგებ ხოლმე. მოიცა? მარტო ცხოვრობთ 6 ოთახიან ბინაში? დიახ. და უკაცრავად პერსპექტიულ მხატვარს ხო არ წაყვებოდით ცოლად, ა? უკაცრავად? მომეცე ყურადღებას ესე ხუმარაკაცი ესეთი ხუმარაკაცი აი შენ ის გაყიდე არ გიგია ერთი უგრატყეში ხუმარაკაცი აი ეს არის ხუმარაკაცი სუხუროს იუმორია გზასეთი თქვენთან მაქვს მეკითხვა დაუშვათ თქვენ აი ამ ოთახში დაალაგების დროს იპოვეთ ფული ამ შემთხვევაში დასაკეთებთ თუ გამოსაჩენ ადგილას დევს მაშინ ხელს არ კიდე და თუ სადმეა ჩავარდნილი ან რაიმეს ქვეშ არის შევარდნილი მაშინ გეტყვით რომელიმეს არავითარ შემთხვევაში რომელიმეს არავითარ შემთხვევაში მეუბნებით მხოლოდ მე უკაცრავად ერთ სამუშაო დღეში აჰა ბატონო ლაშა ჩაეძიეთ რამდენი საქმის გაკეთება შეიძლება აი რა ვიცი ამ სახლს მივალაგებ სადარბაზოსაც დავასუფთავებ სადილსაც გავაკეთებ აგრეთვე დილით ადრე შემიძლია მოვიდე და საუზმე მოვამზადო ლაშიკო ისე იჩქარე შენ ცოლის მოყვანა ხო იცი ვახტება ვაიმე მარიკა მე მგონი დავიღუპეთ ლაშა გამატარე გურიგო სადმი ბძანჯე თანამშრომლები ვართ გურიგო დუშე მოხვალ და საერთოდ თქვენ აღარ გჭირდებით ავირჩიეთ უკვე აიცა სანდრო რა იცი ირაკლი გამაგებინე რა ხდება აქ მე წავალ და თუ გადაწყვეტ დამირეკეთ ეს რატომ ჩქარობთ ჩაი დაგვენია ყავა შამპანური აუ რა გოგო იყო რა ბოლოს გამაგებინეთ რა ხდება აქ რა ჯაჭვი მომიწყო იქ სადარბაზოში რა იყო ეს რადგან დამლაგებლისთვის ვეძებდით და თქვენს მოგვეხმარეთ არჩევაში. რა დამლაგებელი, რა გამიკეთე ლაშა? ეს რა გამიკეთე? მოდი აქ მოდი აქ და დამელაპარაკე. ქეთევან აქ არა ეგ სახლში. გამატარე რა ერთი გამატარე. მე მეცი პატივი. რა მოგივიდათ ხალხო? რა მოგივიდათ? რამ გაგაგიჟათ? კასტინგი მოვაწყეთ, რომ დამლაგებელი შეგვერჩია საუკეთესო, რომ ეს სახლი დაელაგებინა. რა მო? ეს რა გამიკეთე ირაკლი? შენ რა გინდა თიკა? ვიკა გორბი მოიყვანე, ხო იცი რომ მე უმუშევარი ვარ და სამსახურს ვაწყებ. აუ ირაკლი. აუ ირა ის რა გოგო იყო რა? ხიდათო და რა გამიკეთე ეს საერთოდ ჩემი ჩადესწრებდა გოგოებს არჩევდი აუ რა დამაშავე მოიცა შენ რა დაგავიწყდა ჩვენ ერთმანეთს დავშვით და ეხლა მეგობრები ვარ ხარ და კარგი მეგობრები დავიწყდა კაი არაფერი აუ ის ძალიან მაგარი გოგო იყო და ერთი წავით ახლა მომისმინეთ ყველა მე ირაკლი შენ ახლა ადგები და შენ სტანსაცმელს დაალაგებ. კი ბატონო. რა კი ბატონო, ირაკლი ადგა ახლა, ადგა დროზე. მოდი დათო შენ აივანს მიხედავ, მიდი. აბა დედას ბუშტი ადგა ახლა და აფანდაზი და ცოცხი აიღო. მიდი რო გეცახის ადამიანი, მიდი გააგო.
წესში და ხმა არ მოიყო. პატარა ვიღოთ, ვერ მივეცით ორი დიდი ბოთლი, ა? მივეცით. აქ რა ხდება? წავიდა დაზვერვა. უაცო. იქ რა ხდება? არ ვიცი მე სახლა მომედი. მე მგონი მოვეწონე და ამიყვანენ. გამოვიდა დაზვერვა, გამოვიდა. შედის მძიმე ტექნიკამ. უკაცრავად, სადა გიყვანენ? განცხადება რო იყო გაზეთში, იქ. გამოდის მძიმე ტექნიკა, გამიშვით გენერალიტეტი. ის ვეწე გიძი. ჟიურის თავმჯდომარე როა. მარიკა ქვია მე მგონი. მარიკას მოეწონე შენ. ეხლა მოიცა.